სალამი. დღეს განსხვავებული გარემოდან გერთვებით, რადგან მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს შვებულება და წამოვედით ერთ-ერთ ქალაქში, ტაგაიტაიში და აქ ვისვენებთ. ძალიან მონატრებულები ვიყავით სუფთა ჰაერს და ბუნებას და მინდა გითხრათ, რომ აქ დაგხვდა იდეალური გარემო. მინდა რომ განახოთ, როგორი სასტუმრო გვაქვს და როგორი გარემო დაგხვდა და რა თქმა უნდა, ასევე უნდა გესაუბროთ წიგნებზე. ამ ეტაპზე ვკითხულობ 3 წიგნს და გულწრფელად არ ვიცი, რამდენად კარგი ამბავია ეგ. გაგიზიარებთ თუ რატომ დავიწყე თითოეული მათგანის კითხვა, რა ეტაპზე ვარ ახლა და რას ვფიქრობ. ერთი ძალიან დიდი პლუსი, რაც აქაურობას აქვს, არის ის, რომ აქ არის კითხვისთვის იდეალური გარემო. რა თქმა უნდა, ჩემი Kindle ჩემთან არის და კიდევ ერთხელ დიდი პლუსი Kindle-ის არის ის, რომ როდესაც სადღაც მიდიხართ, არაფრის წაღება არ გჭირდებათ აი ამ პატარა მოწყობილობის გარდა. აქ არის ჩემი ყველა წიგნი. პირველი წიგნი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, არის ერთ-ერთი სერიის ბოლო მესამე ნაწილი. თუ ჩემს ვიდეოებს უყურებთ, ალბათ მიხვდებით, რომ ეს არის ლორენ რობერტსის Fearless, ანუ უძლური სერიის ბოლო ნაწილი. ახლა ვარ 27 თავზე, წავიკითხე 39% და ცუდი ამბავი მაქვს. ჯერჯერობით ისე ვერ მიდის, როგორი მოლოდინიც მქონდა და ვერ ჩამithრია დიდად. ზოგადად მეორე ნაწილი ისე დამთავრდა, რომ ცოტათი მეშინოდა, როგორ აიხსნებოდა ყველაფერი მესამე ნაწილში და სიმართლე გითხრათ, არ მომწონს როგორც აიხსნა ეს ყველაფერი. რაღაც თითქოს ისევ იგივე ამბებს გავდივართ და ერთი მთავარი რაც უნდა გაირკვეს ამ წიგნში, უკვე გასაგებია და აი ეგ ხაზიც არ ვიცი რამდენად კარგი იქნება რეალურად. ჯერჯერობით დიდად კმაყოფილი არ ვარ. თან ცოტა გაწელილი მეჩვენება, წიგნით საკმაოდ დიდია და არ ვიცი. ძალიან ნელა ვითარდება მოვლენები და ჯერჯერობით არ გამჩენია ის მომენტი, რომ აი ერთი სული მქონდეს ავიღო წიგნი, რომ გავიგო რა ხდება. ამ ეტაპზე ის ემოციური კავშირი, რაც წინა ნაწილებთან მქონდა, საერთოდ არ მაქვს. მაგრამ 60%-ია წინ და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად ისევ ჩამithრევს ეს წიგნი და ისევ დამიბრუნდება ის ემოციები, რაც მქონდა. ახლა კი მოდი გავაგრძელოთ კითხვა.
მეორე წიგნი, რომელსაც ვკითხულობ, არის Carly Fortune-ის One Golden Summer და ვარ 30%-ზე. რადგანაც ჩვეულებაში ვარ, გადავწყვიტე, რომ რაღაც მარტივი ამერჩია წასაკითხა და გასართობი და ჯერჯერობით თავის საქმეს აკეთებს ეს წიგნი. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულად მომწონს, რაღაც მოვლენები დიდად ჩემთან არ ჩაჯდა ლოგიკურად, მაგრამ არა უშავს. ეს არის Every Summer After-ის მეორე ნაწილი და აქ უკვე ისტორია ეხება ჩარლის. ძალიან აქევენ ამ წიგნს, ძალიან და ჯერჯერობით რომ გითხრათ რომ რამე განსაკუთრებული მოხდა ან რაღაც ძალიან მომეწონა, მოგატყუებთ, მაგრამ რაღაცნაირად იმედს ვიტოვებ, რომ ყოველ შემთხვევაში სრულად არ წავა ყველაფერი და გავერთობი მაინც. სამწუხაროდ არც ამ წიგნმა ჩამithრია ისე, რომ ერთი სული მქონდეს წავიკითხო და ხელში ავიღო. მაგრამ რას ვიზამ. მოდი ვისაუბროთ მესამე წიგნზე. მესამე წიგნს ვუსმენთ საბას აპლიკაციაში და ეს არის გონება და გრძნობა. სექტემბერში გამოდის ამ წიგნის ეკრანიზაცია და ძალიან მინდოდა მომესწრო და მანამდე წამეკითხა. თვითონ აუდიო წიგნი ძალიან კარგია და დიდი რეკომენდაცია ჩემგან და მე ასე მივყვები ხოლმე რომ სახლის საქმეები როცა მაქვს, მაშინ ვუსმენ. დაახლოებით 25% მოვისმინე. და რაც შეეხება წიგნს. არც აქ არ ვარ დიდად მიჯაჭვული ამ სიუჟეტზე და ამ პერსონაჟებზე, დიდად რომ გითხრათ, რომ ინტერესი მკლავს, როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება. არა, ერთ პერსონაჟს ვერ დავუკავშირდი და ცოტათი მეუცნაურება ეს ამბავი, იმიტომ რომ სიამაყე და ცრურწმენა ძალიან მიყვარს ჯეინ ოსტინის. იცით რა, შეიძლება პრობლემა ჩემშია და რაღაც განწყობა არ მაქვს შესაბამისი, მაგრამ თან იმდენად სხვადასხვანაირ წიგნებს ვკითხულობ, რომ რაღაცნაირად მაგის იმედი მქონდა, რომ რომელიმე მაინც ჩამithრევდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ კითხვა არ მინდა. პირიქით, ძალიან მინდა სულ კითხულობ რომელიმეს, მაგრამ დიდად ვერც ერთმა ვერ ჩამithრია სამწუხაროდ. მაინც ჯერ ნახევრამდეც არ ვარ მისული არც ერთში და არის დრო, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მეც უფრო მეტად მომეწონოს და სიუჟეტიც უფრო საინტერესო გახდეს. ასე რომ ვნახოთ. ახლა კი მინდა რომ YouTube-ზე ავტვირთო ვიდეო, რომელიც ამ დროისთვის თქვენ უკვე ნანახი გექნებათ. ეს არის ყვითელ სახას კითხვის ვლოგი და Spider-Man-ის პრემიერა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს ვიდეო და მოდი ახლა შევიჭყიდოთ რა ხდება ჩემს არხზე. ესეც სათაური, ფოტო აიტვირთა და ვიდეო ჯერ კიდევ იტვირთება. გვაქვს რა თქმა უნდა დეტალური აღწერა თუ რას ნახავთ ამ კონკრეტულ ვიდეოში. ასევე მაქვს მითითებული ჩემი სხვა სოციალური ქსელები, Instagram, TikTok და Goodreads, რომელიც შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ. და ვიდეოც იტვირთება. სანამ წამოვიდოდი, ეს ვიდეო უკვე დამუშავებული მქონდა, რადგან ამ ვიდეოების შექმნა მოითხოვს ძალიან დიდ დროს. გადაღების პროცესი იმდენად არ იწელება ხოლმე, რამდენადაც დამუშავების. იმდენად ბევრი წვრილმანია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციო და იმდენად ბევრი დეტალია, რომ ეს ყველაფერი მოითხოვს ძალიან დიდ დროს და რესურსს. ამ პროცესებთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. მე თვითონ ახლა ჯერ დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში, მაგრამ თუ რამით დახმარებას შევძლებ, დიდი სიამოვნებით. ახლა ვიდეო აიტვირთება, კიდევ ერთხელ გადავამოწმებ ხომ წესრიგშია ყველაფერი და შემდეგ უკვე შაბათს ტრადიციულად იხილავთ ამ ვლოგს. ესეც ჩემი შვებულება, წიგნების მხრივ დიდად კარგად არ მიდის ჩემი ამბავი როგორც გაგიზიარეთ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მაინც შეიძლება გამოსწორდეს რომელიმე წიგნი მაინც ამ სამიდან, ან ესენი თუ არა შემდეგი მაინც იქნება კარგი. სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგად დავისვენე, ცოტა სიკრილეში ვარ და მიხარია, იმიტომ რომ მანილაში არის გაუსაძლესი სიცხე, მიუხედავად იმისა, რომ წვიმიანი სეზონია, მაინც ცხელა და რა თქმა უნდა, ასეთი ლამაზი ხედის ფონზე წიგნის კითხვა, ყავის დალევა იყო იდეალური განტვირთვა. ასევე როგორც ნახეთ, ბილიარდში და ჭადრაკში ჩემს ქმარს მოვუგე. ბილიარდს კიდე ხო, მაგრამ ჭადრაკს არ ველოდი, იმიტომ რომ
სულ ვაგებ ხოლმე, მაგრამ გამიმართლა. ძალიან მალე გადის აგვისტო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულში თქვენს კარგად დაისვენეთ და მე მგონი დროა ახალი ენერგიით შევხვდეთ შემოდგომას. თუ ეს ვიდეო მოგეწონებათ, არ დაგავიწყდეთ რომ დაალაიქოთ და თუ წიგნები გიყვართ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ახლა კი გემშვიდობებით და ბედნიერ კვირას გისურვებთ. დროებით.